სახელთა მამისათა და დისათა და შვილთათმიდისათა გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვირა დღეს და ორდენა სულის წმინდა სულის გარდამოსვლის დღესასწაულის დასრულება უშინ იყო იგი დამგზავნა დღესასწაულის და ხვალ უკვე იწყება პეტრე-პავლოვის მარხვა. აი დღესასწაული და მარხვა მერე სადაგი დღეები მონაცვლეობა არის ეკლესიაში რომ განვიცადოთ ჩვენ სიხარული ღვთის მიერ მოდებული ჩვენთვის და ვიტვირთოთ მარხვის დღეები ნიშნად ჩვენი უფალისა მსახურების და ერთგულების რომ მართებს ჩვენ ტვირთვა თუნდაც მცირედი რამის რითაც ჩვენ მოწევთ რომ გწამს უფალი რომ უფალმა ისე გარდამოსვლით მოცა მაგალითი თანდაბლობისა მაგალითად ჩვენ ვერასოდეს ვერ გავუტოლდებით მაგრამ ჩვენი საზომისაებრო გმართებს ჩვენ აი თანდაბლობის შეძენა და საქმეში გაცხადება რაში მდგომარეობს რომ უფალი ზეცნა ფერმე გარდამოვიდა და ქვეყანიდან ჯოჯოხეთმ შტავიდა რათა იხსნას მართლათა სულები და შეიყვანოს სასუფეველში აი ჩვენი თანდაბლობა რაში მდგომარეობს რომ ჩვენ არც ერთაში ვართ და დაგვიფალოს უფალმა რომ ჯოჯოხეთმ არ შტავიდეთ არამედ გვაცხონოს უფალმა თავისი მადლითა მაგრამ ჩვენთვის განსასწრელი და გაჭირება ქვეყანაზე უკვე ტკივილი არის მენია სატანია ხოლმე აი ამ დროს თუ შეგვიძლია ჩვენზე უფრო გაჭირებელ დავინახოთ და მას დავეხმაროთ შეიძლება ბოლო ლუკმა გაქვს მაგრამ შიერს დაინახავ და ეს ლუკმა შეგიძლია თორემ გაუყო შუაზე იმას და შენთ აი ეს შეცხადდება ქვეყანაზე თანდაბლობათ ადამიანისა და სიყვარული მოყოს რამეთ უფალმა ჩვენთვის ორივე შერს აღასრულა ჩვენი ხსნისა და თხოვნებისათვის და თავისთვის დადო ჩვენთვის იტვირთა უსამართლობა დევნა ცილისწამება და მაგრამ რატო ვინც ირწმუნა მისი მასთან არიან სასუფეველში და დღესდღეობით საკითხები თქვენ მოისმინეთ ებრაელთა ეპისტოლიდან პავლემაც ხული გაუწევს რომ როგორ ეწამებოდნენ მართალნი ძველი აღთქმის ეკლესიისანი როგორც ასწავლებს აღთმობდნენ მაგრამ მიაღწის აღთქმს ანუ სასუფეველში რაც ჩვენ გარეშე არ ყოფილიყო სულ ყოფილნი აი ეს თანდაბლობაა ჩვენზე მეტი იღვაწეს მაგრამ უფალმა გააჩერა ისინი რომ როცა საყოველთაოდ იქნება სამსჯავრო და მე მართალი შემოსასწრებში მე ერთად იქნებით ძველი და ახალი აღთქმის მამანი, ძმანი, დედანი, ტანი ერთად იქნებით იქ სასუფეველში უფალთან ერთობაში აი ესეც მათი თანდაბლობის და თანდაბლობის აჩვენებელია და ასევე დღეს მოვისმენთ სიტყვა თუ როგორი უნდა იყოს მოძღვარი და ზოგადად ყველა ქრისტიანი აი იბაძეთ თქვენ მოძღვარსო ვინაა ჩვენი მოძღვარი ქრისტე და იგივე ივანეს სახარებიდან დაკითხული სიტყვა რომ უფალი ამბობს რომ მე ვარ წემსი კეთილიო და წემსი კეთილმა დაზურს თავითვისი თავის ცხოვრებისათვის მაგრამ არის სასწრაფო დადგენებულიო მას არ ედარდება ცხრებიო მისი არ არისო
და თვითონ ვისი არის სასხლი დადგინებულია. ასე ერთ-ერთი მძიმე ცოდვა არის მოტოდებული ღვთისმსახურებისათვის ზრუნვისად მრევლისა და ამ როკ ისევ როგორც სასხლი დადგინებული არ გედარდება იმათი მდგომარეობა აზუნა არ მოძრაო არ ასწავლი შენდობას არ აძლევ აი როგორი არის ეს მდგომარეობა მაგრამ თუ შენდობას არ ითხოვს რა უხთ მაშინ თუ ისე ვაგრძელებს თავის ცოდვას ხო მაშინ რჩება ერთადერთი თუ არასასრულ დადგინებული მოძღვარი მაშინ თავის პირად ლოცვებს იხსენებს მათ რომ ერთო მიეცი მათ წყალობა მადლი რათა შეინანონ ჭეშმარიტად განიწმინდონ და განთავისუფლდეთ თავისუფლისაგან გააგრძელო გზა შენი შემოგიდგენ შენ და განწმენდილი იყვნენ ის რაც კაცოთვის შეუძლებელი ღვთისათვის შესაძლებელი არის ამიტომ ნუ მიიტყვის რომ აი მე ვერ ვაპატიებ კი შენ ვერ აპატიებ პატიებელი უფალია შენ ვერ აპატიებ უფალ შენ არ გაპატიებს და შენ უსაძველი ხო არ ახარ მაგრამ მე სხვა შემთხვევაში ვარ როდესაც მე კი პატიობ მაგრამ ის შენდობა საერთოს რჩება მაშინ რა ვთქვა დავანებო თავი არა მე ვედრები რომ უფალო მიმადლე მათ სინანული მე ვერ შევძელი შენ შეგიძლია იმათ თამდაბლობა იმათ მათ სასიკეთო რაც იქნება ამისთვის მაინც ვიოცოთ აი ჭეშმარიტი მოძღვარი ესე მოქმედებს ჭეშმარიტი მწყემსიო ხო როცა გამოჩნდება მგელიო არ მიატოვს ხრებსო ზრუნავს რომ დაიცოს ისინი მაგრამ თუ არ შეუძლია მაშინ დაითხოვოს შეწევნა ძლიერისაგან უფალია ძლიერი უფალ შეუძლია და დაგვიცევ და დაგვიფარებ ჩვენ და ჩვენ რამდენიმე თითქმის ცხოვრებიდან როგორ ხდებოდა მგელის მოთმინება რომელიც ხების მწყებსაც იყო მგელი ხო დათის მოთმინება ყვავი რომელსაც იტაცებს ხოლმე იმ ყვავს პური მოქონდა 13 ილიასათვის ხო უამრავი ჩვენ მაგალითები რომ ღვთის მადლისათვის შესაძლებელია კაცსათვის შეუძლებელი და ისწორედ წმინდანები არიან ისინი ვით შეძლეს კაცსათვის შეუძლებელი და ღვთის შეწევნით არა მარტო თამდაბლობით ღვაწლით ლოცვით მარხვით ვიძარებით კი ყველაფერი ეს როგორც ამბობენ მამები კი მაგრამ სათნო იყო თუ არა ღვთისათვის თუ მე ჩემით ვაკეთებ ღვთის გარეშე არ არის საკმარისი ღვთისგან ვითხოვ რომ შემეწიოს მე მსახურებაში და ღვთით ვიმსახუროთ ადამიანებს რომ ჩვენ მიერ უფალი მოქმედებდეს უფალი ჩვენ გარეშეც მოქმედებს მაგრამ როცა ჩვენ მიერ მოქმედებს მაშინ ჩვენ უფალთან ვართ და უფალთან ერთობა გვაქვს ამიტომაც აი ამ სიტყვებში არის კიდევ ბოლო რათა ეს სამსო მოიზიდოს და არის ხვანი კიდე რომ ჯერ არ არიანო აქ ისიც უნდა მოვიყვანო ისიც მოყვანენ რათა ერთად იყვნენ ერთი მწყემსი და ერთი სამსო მწყემსი უფალია კეთილი მწყემსი ჩვენი უფალი არის და ერთი ვიყოთ ერთი სამსო ვიყოთ მისი ამისათვის ვიზრუნოთ უნდა ლოცვითად მარხვითად ქველმოქმედებითად და საკუთარ თავის განკითხვით და თავის დამდაბლებით და იმ გასასვლელების ტვირთით რომელსაც უფალი ჩვენ გვადლევს ჩვენ და გამოსაცდელად დავინახოთ ჩვენი თავი რომ გასასვლელში ყველაზე მეტად ჩანს ადამიანი როგორია მის შინაგანი განიკითხავს უმადურობას იჩენს სხვა საბრალებს თუ მოთმინებს იტანს იმ გასასვლელს ასე რომ მრავალნაირი დარიგება ჩვენ მოვისმენთ დღეს რომელთა ყოველთაწმინდად მამათა და დედათათვის ცნობილია და ამით მიაღწევს მათ იმ სიწმინდეს და საზრუფველს მაგრამ
ჩვენ მაგალით მოგცეთ, რომ კაცთათვის შესაძლებელია ღვთის მიერ, ღვთის გარეშე შეუძლებელია ცხონება. მეთა ისმის თქვენი ლოცავება, შეგეწიოთ გიხსნათ თქვენ, შეწესოთ საქართველოს და მშვიდობა იყოს ქვეყანაზე. აძლა მარადის და უკეთ გულისხმობთ.